რატომ უნდა ვატაროთ ბავშვი რაგბზე? პირველი რაც ალბათ შობილს უნდა ხეძნელია ჩემი მხრიდან, ხო, მაგის ითქმა რა, საერთოდ ადამიანს უნდა ვთქვა, რომ პირველი უნდა მოусმინოს თავის შვილს რა უნდა ბავშვს, რა არის მისი ოცნება რა. შეიძლება უზარმაზარი იყოს, ძალიან ღონიერი, დიდი, ბუთქუნა და მისი სენაკში ვნახე ესეთი. ყვარაცხელი ესმა იგი დადის ფეხბურთზე. რაც ბავშვის ოცნებაა, იმაზე უნდა იაროს. მერე თუ რაღაცას მოინდომებს სხვას, სხვა იქიდან უნდა წამოვიდეს, სხვა რამეზე უნდა, ან უნდა იაროს ორივეზე, იმიტომ რომ ნიჭიერი ხალხი ცნობის მოყვარეა. ბავშვი ყველა ნიჭიერია. ყველანი ვართ ძალიან, როცა პატარები ვართ, ცნობის მოყვარები, ესეც გვაინტერესებს, ის საერთოდ გვაინტერესებს, როგორ ხდება, როგორ მოქმედებს, ყველაფერი ახალია, ხო? ეს მერეა რო გგონია რომ ყველაფერი ვისწავლეთ და არაფერი რო აღარ ვიცით. ხო და ამიტომ ატარონ რაც აინტერესებს აი იმაზე. ეხლა თუ ბავშვი რაგბის გადაწყვიტავს, რატო? კონტაქტური სპორტები. კონტაქტური გუნდური სპორტები. ყველა სპორტი ძალიან მიყვარს, არავის ისე არ მომბა. სხვანაირად კრავს ურთიერთობას გუნდში და ერთმანეთში. იმიტომ რომ აი სულ ის არის ხოლმე რა რაგბიში ხო? შენ უნდა მოერიო რა შენში ის რა მოდის უზარმაზარი ბურთით და უნდა შეხვიდე და ბოჭვა გააკეთო. ეს ძალიან მაგარი არის, საკუთარი თავის გამოცდაც არის, ის არის, მაგრამ ამას იქით იცი რომ შენ თუ გაგიცუდდა ვიღაცა არის შენი გუნდელი, ვინც შენ მაგივრად საქმეს გააკეთებს, ან შენთან ერთად შემოვა და შემოასკდება იმას და არ გაიწევა და ეს ძალიან მაგარი ის არის. მერე კულტურულად ხო რაგბი ძალიან მაგარი არის და მდიდარია თავის დაუწერელი წესებით. არასოდეს ფეხი არ უნდა დაარტყა, დაგდებულ კაცს არ უნდა დაარტყა, ყოველთვის გამარჯვებულმა და დამარცხებულს კორიდორი უნდა მოუწყვეტ. ეგ არის საოცარი წესი. ხო? ანუ იმდენ ისეთ რაღაცას გასწავლის, რაც ითამაშებ რაგბის თუ არ ითამაშებ რაგბის ცხოვრებაში გამოგადგება. გასწავლის რომ აი მართლა მაღალ დონეზე თუ წახვალ გასწავლის იმას, რასაც ამბობდა ვან გოგი მხატვრობაზე, რომ მხატვრობა არის მუდამ ეძიებდე და ვერასოდეს პოულობდე ბოლომდე.